თუ გადაწყვეტილი გაქვს რემონტის გაკეთება, გინდა რომ შენი ინტერიერი Pinterest-ის ფოტოებს გავდეს, მაგრამ არაპირებ დიზაინერის აყვანას, მაშინ დაიმახსოვრე, რომ ნებისმიერი რთული სტილი უნდა დაივიწყო და ერთადერთი სწორი არჩევანი ამ შემთხვევაში არის მინიმალიზმი. პირველი და მთავარი არის ფერები. აირჩიე ნეიტრალური ტონები, ქვიშის ფერი, რძის ფერი, თბილი, თეთრი თბილი, ნაცრის ფერი. რაც უფრო თბილი იქნება გარემო, მით უფრო მყუდროა საცხოვრებლად, თუმცა უნდა იყოს ფრთხილად, არ უნდა გადავიდეს ეს ფერები რაღაც მოყვითალოში ან მოვარდისფროში, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში იაფასიანის ეფექტს იძენს და ინტერიერი ვეღარ არის ღირებული. მეორე არის ავეჯი. მინიმალიზმი ვერ იტანს ზედმეტობებს და დაივიწყე ნებისმიერი ჩუქურთმა და რთული ფორმა, აიჩიე მაქსიმალურად ესეთი ლაკონური და მარტივი ავეჯი, ოღონდ იყოს ფუნქციური და მინიმალიზმში სიმარტივეში არის სილამაზე. მესამე არის განათება და დეკორი. ერთი ჭაღი ოთახის ცენტრში საკმარისი არ არის. აუცილებლად დაამატე ტორშერები, რაღაც ხაზოვანი, წერტილოვანი განათებები. რაც შეეხება დეკორს, არ შეგეშინდეს სიცარიელის. ყოველთვის ჯობია რომ იყოს ერთი ფერწერული ნახატი ან ერთი ლარნაკი და რაღაც არ იყოს გადატვირთული ინტერიერი, რადგან ბევრი წვრილმანი დეკორები ინტერიერს აღრჩობს. სხვა სტილებში ოდნავი შეცდომაც კი კატასტროფა არის, აი მინიმალიზმი კი პატარა შეცდომებს კპატიობს და ყოველთვის კარგად გამოიყურება, ასე რომ მიყევი სტილისტიკას და გამოგივა რაც ჩაიფიქრე. სხვა რჩევებისთვის გამოიწერე ჩემი გვერდი.